მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ბოლო კოლექციიდან წარმოსადგენი დამრჩა სამაჯურები, რომლებისთვისაც კომპანიონები არ შემიქმნია. მათ ეულ სამაჯურებს ვეძახი. მომავალში შესაძლოა გაუჩნდეთ კიდეც სამხანაგები და ისინიც ნაკრებად გადაიქცნენ, მაგრამ დღეს მათ იმ სტატუსით მიმოვიხილავ, როგორებითაც მოცემული მომენტისთვის ბრძანდებიან. ასეთი ხუთი სამაჯური იქნება, რომელთაგან სამმა უკვე იპოვა თავისი მფლობელი და სწორედ მათგან დავიწყებ. წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ამ სამივე სამაჯურში ვარდისფერი დომინირებს და თავდაპირველად ყველაზე ვარდისფერს გაჩვენებთ. რა იქნება ეს თუ არა ნაზი ვარდისფერი კვარცებისგან აწყობილი სამშვენისი ასეთივე ნაზი ქალბატონის მაჯისთვის. ვიცი გაგიჭირდებათ ამ დიდ წახნაგებად დათლილ ქვებს ნაზი უწოდოთ, მაგრამ ხომ დასაშვებია ნაკეთობაში ისინი სულ სხვა გვარად წარმოჩდნენ. დეკორატიული ფურნიტურის დამატებამ შესაძლოა მახინჯი იხვის ჭუკი მშვენიერ გედად აქციოს. ქვების ვერცხლისფერ ფურნიტურასთან გაერთიანების 4 ვარიანტი მოვიფიქრე. პირველში ვცადე ქვები მხოლოდ გემატიტების ცილინდრული დისკებით გამომეყო ერთმანეთისგან, მაგრამ ეს ვარიანტი უბრალო და ელეგანტურობას მოკლებული მომეჩვენა. მეორე ვარიანტში სხვა ფორმის გემატიტები ჩავსვი, ჩათლილი კიდეებით, მაგრამ არც ამ ცვლილებამ დამაკმაყოფილა. მესამე ვარიანტში ისევ პირვანდელი ფორმის გემატიტები დავაბრუნე. ოღონდ მათ შორის ვარდისფერი რონდელის ბძივები დავამატე. ეს კომბინაცია თითქოს ულამაზოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ კვარცმა თავისი ძირითადი როლი დაკარგა და რონდელებს გადაუნაწილა. შემეშინდა სამაჯური უფერული არ გამოჩენილიყო და კიდევ ერთი მეოთხე ვარიანტი ვცადე. სადაც ბრტყელ ცილინდრულ გემატიტებს გამყოფების ფუნქცია მივანიჭე, ხოლო მოედანზე, ასე ვთქვათ, ახალი მოთამაშე შემოვიყვანე მძივის ქუდების სახით, რომლებმაც კვარცების სილუეტი დაარბილეს და მათი სიუხეშე დათრგუნეს. ამრიგად, ყველას ეს ბოლო ვარიანტი ვამჯობინე და უკვე ამ წყობაზე დაფუძნებით მივიღე ასეთი სამაჯური. მსხვილი და ამავე დროს ნატიფი. მართალია ქვები საკმაოდ ღია ვარდისფერია, მაგრამ ნაკეთობა ხელზე არ იკარგება და მთლიანობაში ლამაზად გამოიყურება. ერთ მონაკვეთში ყველა ელემენტის რითმულ მონაცვლეობას არღვევს ცილინდრული მძივი სარკისებური არეკვლის ეფექტით. ეს მოციმციმე წერტილი თითქოს საჭიროც კი იყო კომპოზიციისთვის. ის ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა ნაკეთობის დიზაინში. სამაჯური აწყობილია 22 სანტიმეტრის გარშემოწერილობის მაჯისთვის. როგორც იცით, ჩემი ნაკეთობებისთვის სახელების დარქმევა მჩვევია. არც ესეული სამაჯურები დავტოვე სახელების გარეშე. სამაჯური, რომელიც ეხლა გაჩვენეთ, შევამკე სახელით ცხოვრება ვარდისფერია, რადგან განტვირთვისთვის ზოგჯერ ცუდი არაა ცხოვრება ვარდისფერ ფერებში აღვიქვათ. ყველაფერზე არ ვიშფოთოთ და გული დავიმშვიდოთ ხოლმე. არც შემდეგი სამაჯური გახლავთ წვრილი მაჯისთვის. ისიც დაახლოებით იგივე ზომისაა, დიამეტრში 21-22 სანტიმეტრი და 4 სახეობის ქვას აერთიანებს. სამაჯურის სახელი უსფად დაიბადა გონებაში. მას 4 ელემენტი დაერქვა, მარტივად ქვების სახეობათა რაოდენობის მიხედვით. ვნახოთ, რა ქვებს ვაწყდებით აქ. ყველაზე დიდი და თვალში საცემი მოგრძო ოვალური აგატებია, შავ ვარდისფერ გამაში. დიზაინში თემა სწორედ მათ მიყავთ და შესაბამისად ყველაზე მეტი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. აქვთ უჩვეულო შეფერილობა და ამასთანავე კრაკლეს, ანუ დამსკვდარი ქერქის ეფექტი. ეს საპასუხისმგებლო მისია გაინაწილა ვარდისფერი კვარცის 4 მრგვალმა ქვამ, 2 როდონიტმა და 1 ნახევრად გამჭვირვალე დაწახნაგებულმა კვარცმა, რომელიც თავისი კომბინირებული შეფერილობის გამო უხდება როგორც ვარდისფერ კვარცებს, ასევე კაკაოსფერ როდონიტებს. ამ თვისებების გამო მას ნეიტრალურ ქვად ვთვლი და ყოველთვის შემიძლია გამოვიყენო მრავალფერიან ნაკეთობებში. ვერცხლისფერი ფურნიტურით გამშვენება უხდება ყველა სამკაულს, სადაც ვარდისფერი მონაწილეობს. ვიზუალურად ჩვენი სამაჯურიც გამდიდრდა, როცა ქვების რიგში დისკოსებური გემატიტები, დეკორატიული ქუდები და შუქზე მოციმციმე ბორბლის ფორმის მძივები შეიჭრნენ. ეს უკანასკნელნი კი მხოლოდ ნეიტრალური კვარცის მიმდებარედ განვათავსე. ვფიქრობ, წარმოდგენილი სამაჯური აცდა საშიშროებას უხეშ ნაკეთობად ჩათვლილიყო აგატების დიდი ზომების გამო, რაც ნიშნავს, რომ დამხმარე ქვებმა და დეკორატიულმა ჩანართებმა თავისი ფუნქცია ბრწყინვალედ შეასრულეს. შავ ვარდისფერი აგატების იმ რაოდენობიდან, რაც მარაგში მქონდა, ამ სამაჯურისთვის ის ქვები გამოვიყენე, რომლებიც წილობრივად მეტ ვარდისფერს შეიცავდნენ, რადგანაც მიზნად მქონდა სამაჯური არ ჩამოქებულიყო და ხალისიანი განწყობა შეექმნა თავისი მფლობელისთვის.
დარჩენილ ორფერა აგატებში მეტი შავის არსებობამ წარმოშვა ლოგიკური საჭიროება კომპანიონად რაიმე შავი ქვა შემერჩია. არჩევანი გიშერზე შევაჩერე. მესამე სამაჯური სწორედ ამ ორი სახეობის ქვის კომბინაციით დაიბადა. ყოველ აგატს მოსდევს გიშერი. ქვებს ერთმანეთისგან ოქროსფერი გემატიტები ყოფენ. დეკორატიული ელემენტების მონაწილეობის კუთხით აქ სრული მინიმალიზმია. მხოლოდ ერთ ადგილზეა გემატიტის ნაცვლად სხვა ელემენტი, კასრის მსგავსი მეტალის მძივი. ადრე თუ შავი მხოლოდ სამგლოვიარო ფერად ითვლებოდა, ჩვენს დროში მან სხვა დატვირთვა შეიძინა. ის გახდა როგორც ელეგანტურობის და სინატიფის წარმომჩენი, ასევე გრაციის და მოქნილობის გამომსახველი ფერი. ამის მაგალითი შავი პუმაა. გაიხსენეთ, რა გრაციოზული მოძრაობები ახასიათებს და როგორაა ხაზგასმული მისი სილუეტის დახვეწილობა შავი შეფერილობით. სწორედ ამ ნატიფ არსებას მივამსგავსე სამაჯური და გადავწყვიტე მისთვის სახელად გრაციოზული პუმა დამერქვა. სამაჯურის ზომა დაახლოებით 19 სანტიმეტრის გარშემოწერილობის მაჯაზია გათვლილი. ამრიგად დავასრულე იმ სამაჯურების მიმოხილვა, რომლებმაც თავისი ახალი სამკვიდრო ჰპოვეს. ჯერ კიდევ ჩემთან დარჩენილებიდან ერთ-ერთი აწყობილია ძალიან ლამაზი, მუქი მწვანე დაწახნაგებული აგატებისა და არანაკლებ მშვენიერი მწვანე ლურჯით ნაზავი, მუქი ზღვის ტალღისფერში გარდამავალი გემატიტების დაბრტყელებული ფორმის ქვებისგან. გამყოფების როლი ყველაზე მეტად ქვების ფერთან ზუსტ შესაბამისობაში მყოფ ამ ბისერებს მიესადაგა. სამაჯურის დიზაინის იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ქვების ეს არაჩვეულებრივი ტონები არ ჩაკარგულიყო მათ მიმართ კონტრასტულად დაპირისპირებულ ვერცხლისფერ ან ოქროსფერ დეკორატიულ ფურნიტურაში. მიუხედავად მცირე ზომისა, ბისერებმა მოქნილობა და განსაკუთრებული სინაზე შესძინეს ნაკეთობას. მათ გარდა სამაჯურის გამშვენებაში კიდევ ორი დეკორატიული ელემენტი მონაწილეობს. ესაა შავი დისკოსებური გემატიტებისა და შუშის ჩანართებიანი ბორბლის ფორმის მეტალის მძივების კომბინაცია, რომელიც სამაჯურს მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად ყოფს და ამასთან მის საერთო ტონალობასაც ძალიან შეეხამება. სამაჯურს თითქოს ერთი მთლიანი უწყვეტი სილუეტი აქვს, გახვეული რაღაც იდუმალ ღამეულ ფერში, რომელიც არც კი ვიცი როგორ დავახასიათო. მწვანით გაჯერებული ლურჯია ეს თუ ლურჯით გაჯერებული მწვანე, მიჭირს თქმა. ღამის სიჩუმე, ასე აღვიქვამ ამ სამაჯურს. სახელადაც ეს მინდა ერქვას. გრძელი ღამის შემდეგ მზის ამოფრწყინებას წააგავს შემდეგი სამაჯური, რომელიც ბოლოსთვის შემოვიტოვე. ჯერ კიდევ მის დიზაინზე მუშაობის დასაწყისში გაჩნდა სახელის ვარიანტი. სამაჯურს შაქრყინული ვუწოდე. თავად მიხვდებით რატომაც. დააკვირდით შაქრიანი კვარცის ამ ღია ლიმნისფერ ქვებს. თითქოს მათში შაქრის კრისტალები აკაფებულა და შემდეგ გაყინულა. მოგინდება ჩაკბინჩო როგორც ტკბილი კანფეტი. ეს ქვები ერთმნიშვნელოვნად ითხოვდნენ დაძველებული ოქროს ან ბრინჯაოსფერ ფურნიტურას. ვერცხლისფერის გამოყენება აქ უეჭველად უადგილო იქნებოდა. ჩემს მარაგებში აღმოჩნდა მეტალის ეს დეკორატიული მსხვილი ბურთულები, რომლებიც კვარცებს შორის განვათავსე. თავად კვარცები კი პატარა მძივის ქუდებით შევამკე. ყვავილის ფორმის შუშის თვლიანი საკიდი დამატებითი გასამშვენებელი ელემენტია, რომელიც ნაზად ირხება ხელის მოძრაობისას. ეს და წინა სამაჯური შექმნილია 18 სანტიმეტრის გარშემოწერილობის მაჭისთვის. მეგობრებო, ამ ვიდეოთი ბოლო დროს შექმნილი სამაჯურების კოლექციის წარმოდგენა კი დავასრულე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი მიმოხილვები აღარ იქნება. მომავალში ვგეგმავ ახალ სამაჯურებზე მუშაობას. მასალაც მაქვს მომარაგებული მათ შესაქმნელად. მთავარია მოვიხილთო დრო, რომელიც მუდამ ცდილობს ხელიდან გასხლტომას. დაგემშვიდობებით. გისურვებთ წარმატებებს ყოველ თქვენ საქმეში. ვიმედოვნებ მოიწონებთ და გააზიარებთ ჩემს მიმოხილვებს. მომავალ შეხვედრამდე.